მოგესალმებით. დღეს ვსაუბრობთ პირობით წინააღმდეგებზე. თუ ოდესმე შეკითხვა გაგჩვენიათ ეს რა არის, რას წარმოადგენს, გპირდებით რომ დღევანდელი გაკვეთილის შემდეგ შეკითხვა აღარ გექნებათ. მოდით პირდაპირ დავიწყოთ და პირველ რიგში გავაკეთოთ ზოგადი მიმოხილვა. ანუ გავერკვეთ იმაში თუ რა არის პირობითი წინადადება, რამდენი ტიპის პირობითი წინადადებაა, შემდეგ კი ყველაფერი დეტალურად გავიხილოთ რიგრიგობით. როგორც ხედავთ ეკრანზე, გვაქვს სულ 4 ტიპის პირობითი წინადადება: ნულოვანი, პირველი პირობითი წინადადება, მეორე და მესამე. როგორც ხედავთ, ყველა პირობითი წინადადება შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი არის პირობა, აქედან მოდის ზუსტად conditional sentences, ანუ პირობითი წინადადებები, და მეორე არის მთავარი წინადადება, ანუ შედეგი. მოდით შევხედოთ, რა ქმნის პირობას. პირობას ქმნის ifs plus clause. Clause ამ სიტყვა არ დაგვაბნიოს. ეს არის წინადადება, რომელიც შედგება სუბიექტისა და ზმნისაგან. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს I do, I eat, I go და ასე შემდეგ. დღეს აღარ ჩავუხმაურდები იმას თუ რა არის ეს clause. ვიცოდეთ, მოკლედ, რომ clause არის სიტყვათა ისეთი ჯგუფი, სადაც გვაქვს სუბიექტი და ზმნა. როგორც ხედავთ, ყველგან გვაქვს ifs plus ეს clause. თუმცა clause განსხვავდება თითოეული პირობითი წინადადების მიხედვით და სპეციფიკურია თითოეულ ამ 4 პირობით წინადადებაზე. მეორე ნაწილში, როგორც ხედავთ, გვაქვს main clause, ანუ მთავარი წინადადება, რომელიც წარმოადგენს შედეგს. როგორც ხედავთ, შედეგიც განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორი clause გვაქვს. ამ ცხრილმა არ დაგაბნიოთ, ჩვენ მივყვებით და თითოეულ პირობით წინადადებას რიგრიგობით ავიგრით. ამ ეტაპზე ვიმახსოვრებ ერთადერთ რაიმეს, რომ მთავარი წყალგამყოფი, ასე ვთქვათ, ამ 4 ტიპის პირობით წინადადებას შორის არის მათი კავშირი რეალობასთან. ეს რას ნიშნავს? პირველი ორი წინადადება, ანუ ნულოვანი და პირველი ტიპის პირობითი წინადადებები არის რეალური. რა არის ჩემი რეალობა? ჩემი რეალობა არის ის, რომ 2025 წელია, ივნისია, გავიღვიძე დედამიწაზე. და დღეს აი ვცხოვრობ, ვიდეოს ვწერ, ვამზადებ, გაკვეთილები მაქვს, ანუ ეს არის რეალობა. დარჩენილი ორი ტიპის პირობითი წინადადება არის არარეალური. ეს რას ნიშნავს? აი ახლა მე წარმოვიდგინო, რომ აი გავიღვიძე მარსზე, ჰაერში ვლივლივებ, არც გაკვეთილები მაქვს ჩასატარებელი. წიგნი მაქვს წაღებული და ვკითხულობ ამ ჩემს მარსზე, საქმე არაფერი მაქვს. ეს წარმოსახვითია. მოკლედ ვთანხმდებით რაზე? პირველი ორი წინადადება არის რეალური წინადადება, მეორე ორი წინადადება არის არარეალური, შეუძლებელი წარმოსახვითი წინადადება. მოდი ახლა მივყვეთ და თითოეულ მათგანი განვიხილოთ. დავიწყოთ ნულოვანი პირობითი წინადადებით. როგორც ხედავთ, როგორც ნებისმიერი სხვა პირობითი წინადადება, შედგება ორი ნაწილისაგან. მის პირობაში შედის ifs plus განუსაზღვრელი დრო, present simple და მეორე ნაწილში, ანუ შედეგში შედის მთავარი clause, ანუ main clause, მთავარი წინადადება, რომელიც არის აწმყო განუსაზღვრელი დრო. ეს არის ფორმულა ნულოვანი პირობითი წინადადების. რას გამოხატავს ნულოვანი პირობითი წინადადება? ნულოვანი პირობითი წინადადება გამოხატავს ისეთ სიტუაციას, რომელიც ყოველთვის მართალია და გამოიყენება ხოლმე ძირითადად მეცნიერულად დადასტურებული ფაქტებისთვის, ან ისეთი რამეებისთვის, რაც მუდმივად ჭეშმარიტია, მუდმივად მართალია. მაგალითად, შევხედოთ, if you heat the water, it boils. თუ წყალს გააცხელებ, ადუღდება. ეს არის მეცნიერული ფაქტი, მაგრამ მეც რომ გავაკეთო ეს, წყალი რო დავდგა ახლა გასკურაზე, ადუღდება. ეს ყოველთვის ასეა. წყალს თუ დგა ცეცხლზე და ვაძლევს საშუალებას ცეცხლს რომ ენტოს და წყალი იქ იყოს, ეს წყალი აუცილებლად ადუღდება. ვერაფერი სხვა ვერ მოხდება. სწორედ ამიტომ ვიყენებ ნულოვან პირობით წინადადებას. განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. If it rains, the ground gets wet. თუ წვიმს, მიწა სველდება. უტყუარ ჭეშმარიტება არის. ყოველთვის როცა წვიმს, წვიმა სველდება. დავაკვირდეთ ზმნას. If it rains, rains აწმყო განუსაზღვრელი დროა. The ground gets wet.
ხედავთ, რომ gets ასევე აწმყო განუსაზღვრელი დროა. ესე იგი, ორივე ნაწილში მაქვს ზმნა და ორივე ზმნა ჩაჯდა აწმყო განუსაზღვრელ დროში. მოდი კიდევ რამდენიმე მაგალითი ვნახოთ. If you don't eat, you get hungry. ყოველჯერ როდესაც არ ჭამ, გშირდება, როგორც ეს წინააღმდება ამბობს. ანუ ეს რას ნიშნავს? თუ არ ჭამ, მომშივდება. ასევე ნებისმიერ სხვა ადამიანზე და მის ზურგზე მოშივდება თუ ის არ ჭამს. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ამიტომაც დამჭირდა ნულოვანი პირობითი წინადადება. რას უნდა მივაქციო ახლა ყურადღება? როგორც ხედავთ, წინა ორი მაგალითისგან განსხვავებით, ეს წინადადება არის უარყოფით ფორმაში. არ დაგვაქვს ამან. როგორც ვიცით, present simple-ს აქვს თავისი უარყოფითი ფორმა, ამიტომაც, რა თქმა უნდა, შემიძლია ეს უარყოფითი ფორმა გამოვიყენო ნებისმიერ წინადადებაში. მე ამ კონსტრუქციაში მჭირდება აწმყო განუსაზღვრელი დრო, მაგრამ არ მაქვს მითითებული, რომ მაინც და მაინც მტკიცებითი უნდა იყოს. მაგალითებში ხედავთ, რომ როგორც ჩამიჯდა მტკიცებითი ფორმა აწმყო განუსაზღვრელი დროის, ასევე შეიძლება ჩამიჯდეს უარყოფითი ფორმა აწმყო განუსაზღვრელი დროის. აქვე ერთი პატარა დეტალი. არ არის აუცილებელი, რომ პირობითი წინააღმდება მაინც და მაინც if-ით იწყებოდეს. შეიძლება, რომ პირობა და შედეგი გადავაადგილო. ერთადერთი განსხვავება აქ იქნებოდა მძიმე. თუ if-ით იწყება წინადადება, clause-ის ანუ წინადადების დამთავრების შემდეგ მძიმე გვაქვს. ხოლო თუ გადავაადგილებ, ამ შემთხვევაში მხოლოდ მძიმე არ დაიწერება. მაგრამ თუ კი if-ით არ ვიწყებ წინადადებას და ვიწყებ clause-ით, რა თქმა უნდა, წყობა არ უნდა შეიცვალოს. წინადადებაში სიტყვათა წყობა არ იცვლება. მოდი კიდევ რამდენიმე მაგალითს გადავხედოთ. If the teacher speaks, don't talk. დავაკვირდეთ სად მოხდა if the teacher speaks. if-იანი წინადადება, რა თქმა უნდა, არის პირობა, მაგრამ მეორე ნაწილში უკვე სუბიექტი არ მაქვს. რატომ? Don't speak არის ბრძანებითი წინადადება. ანუ შედეგის გრაფაში, ასე ვთქვათ, შემიძლია გამოვიყენო ბრძანებითი კილო. ასევე შემიძლია გამოვიყენო უარყოფითი ბრძანებაც. Don't talk. If you need help, call me. დახმარებად გჭირდება დამირეკე. იგივე სიტუაცია გვაქვს, აქ უბრალოდ უარყოფითი ბრძანების წინააღმდება არ არის. და კიდევ ერთი პატარა ნიუანსი. ნულოვან პირობით წინააღმდებაში ხანდახან if შეიძლება ჩანაცვლდეს when-ით. როდის? შევხედოთ მაგალითს. If the teacher speaks, don't talk. When the teacher speaks, don't talk. არ აქვს მნიშვნელობა. შემიძლია ორივე გამოვიყენო, როგორც when, ასევე if. და ეს მართალია ხოლმე ძალიან ბევრი წინააღმდებისთვის ნულოვან პირობით წინადადებაში. რა შემთხვევაში არ შემიძლია გამოვიყენო when? პირობით წინააღმდებაში, ნულოვან პირობით წინააღმდებაში. If you study hard, you pass the test. And when you study hard, you pass the test. როცა კარგად სწავლობ, გამოცდებსაც აბარებ ხოლმე. ან თუ კარგად სწავლობ, გამოცდებსაც აბარებ ხოლმე. ამ ორ წინააღმდებაში არის განსხვავება არ არის. ამიტომაც შემიძლია რომ ორივე გამოვიყენო ამ წინააღმდებაში ერთი და იგივე მნიშვნელობის გამოსახატავად. მაგრამ ხანდახან ხდება ისეც, რომ when და if სხვადასხვა მნიშვნელობას გამოხატავს. მაგალითად, მე და ჩემი მეგობარი შევხვდით, სადილო გქონდა ერთად, ახლა ჩვენ სახლში მივდივართ. ვეუბნები ჩემს მეგობარს, when you get home, send me a text message. აქ არ ვიტყოდი if და რატომ? თუ ვეტყოდი if you get home, send me a text message, ნიშნავს რომ მე ვეჯვობ, რომ ჩემი მეგობარი სახლში მივა. ამიტომაც ამ ორ წინააღმდებას შორის ტოლობის ნიშანი არ დაისმის. ანუ when-ს გამოვიყენებ if-ის ნაცვლად ნულოვან პირობით წინადადებაში, თუ კი არ მინდა რომ გამოვხატო ვარაუდი. და ცალკე შეკითხვა ჩდება, იქნება თუ არა პირობით წინადადება when-ით, მაგალითად when you get home, send me a text message. რა თქმა უნდა, ესეც პირობითი წინადადებაა, თუმცა არ არის ზუსტად იგივე მნიშვნელობის, როგორიც if-იანი პირობითი წინადადება იქნებოდა მსგავს სიტუაციაში. გასაგებია ხო? გადავიდეთ პირველი ტიპის პირობითი წინააღმდებაზე. რა თქმა უნდა, პირველი ტიპის პირობითი წინააღმდება შედგება ორი ნაწილისგან. პირობა შედგება if-ს პლუს აზმყო განუსაზღვრელი დროისაგან. ხოლო შედეგი შედგება მომავალი განუსაზღვრელი დროისაგან. აქვე will-ის ნაცვლად, რომელიც მომავალი განუსაზღვრელი დროის აწარმოებელი სიტყვა არის, შეიძლება შეხვდეს ხოლმე პირველი ტიპის პირობით წინააღმდებაში I might, I'm be going to. ეს მაგალითებში ვნახავთ. მოდი შევხედოთ პირველი ტიპის პირობით წინააღმდებას. ჩემი მეგობარი აბარებს რაღაცა გამოცდას.
და უნდა რომ უნივერსიტეტში მოხვდეს. ვეუბნები, if you study hard, you'll pass the exam. თუ შენი მეცადინებ, გამოცდას ჩააბარებ. დავაკვირდეთ ზმნას. If you study, ანუ study, you study გვაქვს. Study აწმყო განუსაზღვრელი დროა. ხოლო შევხედოთ, რომ მეორე წინაადებაში ეს რა თქმა უნდა იქნებოდა will pass, ანუ მომავალი განუსაზღვრელი დრო. აქაც, როგორც ნულოვან წინაადებაში, ყოველთვის შემიძლია, რომ პირობას და შედეგს გადავუცვალო ადგილები. და აქაც იგივე წესია, თუ პირველად არის პირობა, ძიმით გამოიყოფა პირობითი წინადადება, ხოლო შედეგის ბოლოს წერტილი დაისმება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ პირიქით მაქვს წინაადებას if-ით კი არ ვიწყებ, მთავარი წინაადებით, ანუ წინაადებით, რომელიც შედეგს გამოხატავს, ამ შემთხვევაში მძიმე უკვე აღარ დაისმის. შევხედოთ შემდეგ წინაადებას. If it rains tomorrow, we'll stay at home. დავაკვირდეთ რას? We will შემოკვდება როგორც will გაბმულმეტყველებაში. ანუ we will-ს კი აღარ ვიტყვი, ერთად ვიტყვი will. We'll stay home. Rains, განუსაზღვრელი დრო, will stay. მომავალი განუსაზღვრელი დრო გამოხატავს შედეგს. რას დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ? პირობა მაქვს if-ით მოცემული. თუ იწვიმებს, ეს არის პირობა. რა შედეგი დადგება თუ იწვიმებს? შედეგი ის დადგება, რომ აღარ წავალთ. სახლში დავრჩებით. და როგორც უკვე ვახსენეთ, შეგვიძლია რომ will-ის ნაცვლად ჩავსვათ ხოლმე might. ანუ მოდალური ზმნა. მაგალითად, if I finish my work early tomorrow, I might come with you. თუ დავასრულებ სამუშაოს ადრე ხვალ, ერთად შეიძლება წამოვიდე. ანუ will-ის ნაცვლად ჩავსვი might, და არაფერი არ შეიცვალა, ისევ პირობითი წინაადებაა. და მოდი ახლა შევხედოთ ისეთ მაგალითს, სადაც to be going to გვაქვს მოცემული will-ის ნაცვლად. არ დაგვაუწყდეს, რომ to be going to ხატავს დაგეგმილ მომავალს, ანუ ძალიან შორს არ არის will-ისგან. When you finish learning English, you're going to feel very proud. როდესაც დაასრულებ ინგლისურის სწავლას, თავს იგრძნობ ძალიან ამაყად. მოდი დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ. When you finish, როდესაც დაასრულებ აწმყო განუსაზღვრელი დროა, you are going to feel. შენ აპირებ რომ იგრძნო თავი, ან ქართულად აპირებ რომ იგრძნო თავი, მაინც და მაინც არ გამოდის და შეგვიძლია ვთარგმნოთ იგრძნობ, ანუ მომავლისთვის. იმიტომ რომ be going to მაინც მომავალია. გარდა ამისა, ჩვენ ეს ვისწავლეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაბმულმეტყველებაში არასოდეს არ გაიგონებთ you are going to feel proud. გაიგონებთ you are gonna feel proud. You are gonna feel proud. მოკლედ, ჩავამთავრეთ ნულოვანი და პირველი ტიპის წინაადებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა აქვს საერთო ორივე წინაადებას, ორივე ტიპს. ორივე არის რეალური, ორივე არის დაკავშირებული ჩემს რეალობასთან და სრულებით შესაძლებელია. რა არის განსხვავება? ნულოვანი არის უფრო ზოგადი, ხოლო პირველი ტიპის პირობითი წინაადება გამოხატავს უფრო სპეციფიკურ კონკრეტულ წინაადებებს, ან აწმყოში, ან მომავალში. If it rains, the ground gets wet. თუ წვიმს, მიწა სველდება. მაგრამ მე აგერ ადამიანი ვარ ერთ ჩვეულებრივი, ხვალ გასეირნებას ვაპირებ და ჩემთვის ვფიქრობ, if it rains tomorrow, I'll take my umbrella. თუ ხვალ იწვიმებს, ქოლგას წავიღებ. პირველ წინაადებას არაფერი არ აქვს საერთო არც ჩემთან და არც ვინმესთან არც არავის არ ვეუბნები, ზოგადი ჭეშმარიტებაა, რომ თუ წვიმს ხოლმე მიწა სველდება. შეიძლება ბავშვს ვასწავლო. მაგრამ თუ ვიტყვი რომ ხვალ თუ იწვიმებს მე ჩემს ქოლგას წავიღებ, ეს უკვე იქნებოდა პირველი ტიპის პირობითი წინაადება. დავაკვირდეთ ასევე ზმნებს შორის განსხვავებას. ნულოვანი პირობითი წინაადება, present simple, პირველი ტიპის პირობითი წინაადება, present simple, future simple. გასაგებია, იმედია. მე მგონი ცოტა ზედმეტი მოგვივიდა დღეს. მოდი აქ გავჩერდეთ და შემდეგო შაბათს გავაგრძელოთ მეორე და მესამე ტიპის პირობითი წინადადებებით. წინ ბევრი საინტერესო ინფორმაცია გვერდება.